მედიის თავისუფლება დაცული იქნება. ამ პირობას დებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბრიტანეთმა ტყვია ფუჭად გაისროლა. ხელისუფლების შეფასებით ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება არის თავდასხმა სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე. არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ. მახსოვს 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს ნაცებს უხაროდათ, როდესაც შეელახა მაშინაც იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. დღეს იგივე ადამიანები არიან აჟიტირებული, თუმცა თუ მაშინ ეფექტური იყო იმედის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ფუჭიმცელობა. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. სახელმწიფო ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია პოსტ-ტივში. ამაზე ვიღებ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით. 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. აღარ ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც მათ ჰქონდათ ამ განმარტებაში, აბსოლუტური სისულელე. როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახაც, კორუმპირებული კი არა, ზეკორუმპირებული არის. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, ფორმულას პატრონი, ხაზარაძე, TV პირველის პატრონი და დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ტელეკომპანიის პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან ერთი. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტულ რაღაც დეზინფორმაციულ პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მე მგონი დაგვანახა უკვე თანამედროვე სამყარო და ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების სახე. რომ თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12000 კაცი ყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის. თუ კი ვისაუბრეთ ტელეკომპანია იმედზე, არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. აი ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. თქვენ რა გონიათ ის, რა ქვია, ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა. ყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ. ეს ხო ის ქართველები არიან, ის გიგაურები და კინწურაშვილები და ასე შემდეგ, რომლებიც იჯდნენ ბნელო თახებში ფანარ ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.